განსაკუთრებით არჭარლებს ჩემი აზრით გაუხარდებათ ეს ამბავი. მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის 4 სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ბათუმის კონკურსანტებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ქალაქები, როგორებიცაა ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო, ზალცბურგი, სტოკჰოლმი და ტალინი. ჩვენი ჟურნალისტი თიკო ხახუტაშვილი იმყოფება ბათუმში, რომელიც უფრო მეც მოგვიყვება. თიკო, მოგესალმები და გისმენთ. შუა დღემშვიდობის, დიახ, ჩვენ ბათუმიდან გიერთდებით. სულ რამდენიმე დღის წინ იტალიაში გამართულ მსოფლიო ტურიზმის ღონისძიებაზე ბათუმი 4 სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დასახელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმში არამხოლოდ ზაფხულშია ძალიან კარგი მოგზაურობა, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს. ჩვენთან ერთად ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე იმყოფება. ბატონო გიორგი, მოგესალმებით. პირველ რიგში გილოცავთ ამ წარმატებას. დიდი მადლობა. პირველ რიგში გითხარით, როგორ ჩაიარა ღონისძიებამ იტალიაში და რას ნიშნავს ეს ჯილდო თქვენთვის და ამ ქალაქისთვის? მოლოდინი გამარჯვების, რა თქმა უნდა, გქონდა, მაგრამ 100% დარწმუნებულები არ ვიყავით. იმიტომ რომ კონკურენტები საკმაოდ ძლიერი ყავდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს ეს ჯილდო უკვე ბათუმშია. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ეს ჯილდო არის თითოეული ბათუმელის დამსახურება და მინდა მიულოცო მათ ეს ჯილდო, რადგან მათ ჩვენმა ქალაქელებმა თავიანთი ყოველდღიური შრომით და ამ ქალაქის სიყვარულით შექმნეს ეს წარმატების ისტორია. სამომავლო გეგმებზეც რომ გვესაუბროთ, რას გეგმავთ სამომავლოდ ბათუმში კიდევ უფრო მეტი და მასშტაბური წარმატებებისთვის? ამ ღონისძიების ფარგლებში რომ ვისაუბროთ, რაც მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებისთვის, როგორც ამ ქალაქის მომავალმა მერმა, უნდა აღვნიშნო, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სხვადასხვა სერვისების განვითარება, აქტიურად თანამშრომლობთ აჭარის კულტურის სამინისტროსთან და ვგეგმავთ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს. ეს ყველაფერი ერთად ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ბათუმელებისთვის, ასევე ამ ქალაქში ჩამოსული ტურისტებისთვის. ეს ჯილდო მოგცემს უფრო დიდ სტიმულს, ერთგვარ მოტივაციას, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ტურისტული ინფრასტრუქტურა, შევქმნათ ახალი შესაძლებლობები, ახალი ატრაქციები, მოუვაროთ ჩვენ ბუნებრივ ლანდშაფტებს. ასევე ეს ჯილდო მოგცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ უძრავი ქონების მიმართულებით, თანამედროვე სასტუმროების და მაღალი სტანდარტების სავაჭრო ცენტრების შესაქმნელად.